მეგობრებო, ესე იგი რა უნდა გასწავლოთ ახლა, მოკლედ. ხალხო, ძალიან მაგარი რაღაცა უნდა გასწავლოთ, ესე იგი. ძალიან მაგარი რაღაცა. ესე იგი, ვინც ჩემსავით მეიქაპებს სწავლობთ ტუტორიალებიდან, სტორებიდან და ვიდეო გაკვეთილებიდან, ესე იგი რას აკეთებთ ხალხო? ანუ სადმე რამეს რო ნახავთ, უნდა წახვიდეთ და ეგრევე გააკეთოთ ეს მეიქაპის ტექნიკა აუცილებლად, ანუ როგორც კი ნახავთ, მაშინვე უნდა გააკეთოთ, თორემ მე გავიწყდებათ. ეხლა მე მაგალითად რამოდენიმე ტექნიკა ვისწავლე აგერ 5 წუთში. ესეთი ისინი მაქვს ტუშები, რომელიც ავისვა. ეს ტუში არ არის, ეს არის პომადა. და რა უნდა გააკეთოთ? აი მაშინვე უნდა ისაქნათ. შეხედეთ როგორი ტუტორიალი მეიქაპი ვისწავლე. ანუ უცხოელებიდან ჩემი საყვარელი მეიქაპ არტისტები არიან ნინა პარკ, ანუ პარკ ესეთია აზიელი გარეგნობის გოგვა, მაგრამ ძალიან მაგარ მეიქაპებს აკეთებს და ბობი ბრაუნი ესეთი ქალია, ნატაშა დენონა მომწონს ძალიან და მოკლედ ძალიან მაგარი ბევრი კარგი მეიქაპ არტისტია. ასევე საქართველოშიც და უბრალოდ საქართველოში ეგრე კარგად არ ასწავლიან რაღაცების გაკეთებას და თუ ტექნიკების შესწავლა გინდათ, აი ეს უცხოელები უფრო კარგად ხსნიან ხოლმე და უფრო კარგად მე მგონია, რომ ქართველ მეიქაპ არტისტებს ენანებად ცოდნის გაზიარება უფრო მეტად არის ხოლმე, რომ არეკლამებენ სხვადასხვა პროდუქტებს. აი ეხლა მითხარით, ნამდვილად ესე არის თუ არა, ძირითადად ვამბობ. მარიამ 12 შეგამჩნიე. ბობი ბრაუნი ძალიან მაგარია, კი ძალიან მომწონს. თუმცა ძალიან სადა არის ჩემთვის, კი ბატონო, რაღაცა ისეთი სითამამე, ჭრელა ფერები და რაღაცები არ აქვს ხოლმე ბობი ბრაუნს. აქვს ხოლმე ძალიან ნეიტრალური კამილა, გამარჯობა. და აი ხალხო, მე მეჩვენება თუ როგორ არის რეალურად, ანუ ნახეთ, ქართველი მეიქაპ არტისტები ძირითადად არიან გადასულები, რომ გაარეკლამონ და გაყიდონ ხოლმე რაღაცა პროდუქტები და ეს უცხოელები, რა თქმა უნდა, არეკლამებენ და ყიდიან კიდეც, მაგრამ უფრო მეტად ალბათ რაღაცებსაც გვასწავლიან ხოლმე და მე რაღაცები რაც მისწავლია სულ უცხოელი მეიქაპ არტისტების ტუტორიალებიდან დღეს იქნება ხო ბოსების არჩევანი. ამიტომ თუ შეიძლება რომ მოვწეროთ ვინ არის თქვენი საყვარელი ქართველი მეიქაპ არტისტი და გამომიგზავნოთ ტუტორიალები, იმიტომ რომ მინდა რაღაცების სწავლა. აი ხა ეს მაგალითად შეხედეთ რაღაცა სმოუკი თუ რაღაცა გავიკეთე, შეიძლება კარგად ვერ გავიკეთე, ხა პროფესიონალი უფრო კარგად გააკეთებ და ამას, მაგრამ ნახეთ რაღაცა ვიდეოს რო ნახავთ, ეგრევე უნდა წახვიდეთ და ივარჯიშოთ მსახიობი ცხოა. ეს ბობი ბრაუნის სხვა არის, ეს ქალი არის ეს
50-ან 60 წლის დაახლოებით. ხო, ის ბობი ბრაუნის სხვა თავის კოსმეტიკის ბრენდიც აქვს. კი, მაგრამ ძალიან მენატრება ხალხი. ხო და ეხლა იცი რა ქედით გამომიგზავნეთ ქართველი მეიქაპ არტისტები, რომ ჩაბუჯდე და ვნახო რეებს გვასწავლიან. უნდა ვნახო რას გვასწავლიან, თორე მგონია რომ ქართველ მეიქაპ არტისტებს ჩვენთვის ენანებად ცოდნის გაზიარება. ნამდვილად ასია თუ არ არის? აი თქვით, ცოდნის გაზიარება ენანებად? ძირითადად არეკლამებენ ხოლმე რაღაც პროდუქტებს. რატო ხდება ესე არ ვიცი. კი ბატონო, გაარეკლამე კიდეც ახლა რა თქმა უნდა რეკლამა და შემოსავალს არავის არ უშლის, ხო? მაგით ცხოვრობენ და მაგას არეკლამებენ და გასაგებია რომ კარგია. მაგრამ აი უმეტესად რაღაცა ისეთ ვიდეოებს დებენ ხოლმე ნახეთ ჩვენ რამდენი პროდუქტების ძვირიანი თუ რაღაცა ლაქშერი ბრენდების ყიდვის საშუალება გვაქვს და ნახეთ ხალხო რამდენი რაღაცა პროდუქტები გვაქვს თქვენ ხომ არა გაქვთ აი ჩვენ გვაქვს და რა თქმა უნდა მეიქაპ არტისტებს რა პროდუქტებს აქვს ყველაფერს ვერ იყიდ იმიტომ რომ არც გჭირდება ადამიანს მაგდენი რაღაცები მაგრამ თითქოს აი ნახეთ ჩვენ რამდენი რაღაცა პროდუქტები გვაქვს აქ ყველაფერს ვიყენებ და ამდენი პროდუქტი რო წავისვი ხა იმიტომ აქვს ესე კარგად ყველაფერი და ასე შემდეგ და მაშინ როცა ეს უცხოელი მეიქაპ არტისტები რას აკეთებენ ხოლმე იცი მინიმალური რაოდენობით პროდუქტებს მოიხმარენ და სულ იმას ამბობენ რომ აი ამას და ამას რო აკეთებ ხა ეს აღარ გჭირდება ამას და ამას რო აკეთებენ განცა მარიამის ადამი მეგონი ძინავს ხალხმა იმიტომ რომ წაღან დაბურეკე და არ მიპასუხა მეგონი ძინავს თაკო საზინა ბარბარე ვნახო აბა თაკო საზინა უნდა ვნახო ეხლა მითხარით ჩემი თმის ფერი როგორ მოგწონთ იმიტომ რომ ჩემი თმის კოლორისტი და სტილისტი ვარ მე ჩემს კომენტარს წაიკითხავ ხმამახლავ პლიზ დამაფოლოვეთ რა თქმა უნდა წავიკითხავ და დაგიფოლოვებ და დაგაფოლოვებ ხო და მაგას ვამბობდი ხა მეგობრებო რომ თაკო საზინასთვის არ მიყურებია ძალიან დიდი ხანია სხვათა შორის მახსოვს ბოლოს ორ სურათი იყო ბავშვი გააჩირა და მერე არა ხალხო რასი მარიამა ლაივის მე მართლა აფურთხა ლორენცოს ფანებსო არა ხალხო ვინ რა აფურთხა რასი ძახით არა ხალხო მარიამ არა მარიამს არავისთვის არ უფურთხებია ხალხო არ გადამრიოთ ხა რეებს კითხულობთ მაგოთ ხა რა მაქვს დასამატებელი და აი ეს წესით კარგი ფერია, მაგრამ თან არ არის კარგი ფერი. ამას კარგი ის აქვს, რომ აქეთ მხარეს აქვს თავისი ფუნჯი. და აქ შეგიძლია რაღაცა ზედმეტი რაც არის მოიშორო. თუ ზედმეტი ხაზი გადაგივიდა რა. ეგ აქვს კარგი. ხო და გოგოებო მომწერეთ რა თქვენი საყვარელი მეიქაპ არტისტები ვინც რეალურად მართლა ასწავლის რაღაც საჭირო ტექნიკებს რაღაც სულ რაღაცა პროდუქტებს არეკლამებენ PSP GPS ეგენი არ მინდა სულ რეკლამაზე არ მუშაობენ არა გონი რაღაცას არასწორად ვაკეთებ ხო ხო და მხოლოდ სხვათა შორის ეს მასწავლეს რომ თუ რაღაცაო ფანქარიო არასწორად გაიკეთეო აიღებო ესეთ სუფთა ფუნჯსო და ნახეთ აი ესე გაბლენდავო და გასწორდებაო
არ ვიცი ხა ეს რამდენად გასწორდა. განცად სინარამ დაწერა თურმე მარიამს ლაივის მერე უფურთხებია. რას ამბობთ ხალხო რა დაწერა? მართლა დაწერა თუ ჭორია? სინარას ჯგუფშიც მე ვარ და არ მინახია, უნდა ჩამიგდოთ ხალხო ეგეთი რაღაცეები. სინარა როგორც ვიცი ლორენცოს გულშემატკივრობდა კი. არა ხალხო მარიამი მე რა ვიცი არ მეჯერა რომ კი გეთანხმები მუზები ხო ისინი არიან და გეთანხმები ასე დაწერაო ხალხო არ ვიცი რა დაწერა არ წავიკითხია მაგრამ მარიამი არ არის ხალხო ეგეთი ტიპი რომ ვიღაცას აფურთხოს ლორენცოსთვის არ უფურთხებია და იმ მუზებისთვის ხალხო რას იძახით ნემერი ტელეფონით ნახიაბა გააკეთა კომენტარიო ჩამიგდეთ ხალხო აბა ინბოქსში არავის არაფერი არ ჩაგიგდიათ და შესაბამისად მაგიტო არ ვიცი ეთყობა და არ ვჯერა რა ვიცი მე ხალხო რასაც წერთ მარიამ ვიღაცას აფურთხაო მე არ მიჯერა იმიტომ რომ მარიამი ეგ ტიპაჟი არ არის მივიდა ჯავახა სანახავად ხალხო ჯავახა მოერატრა და მაგიტო მივიდა ლორენცოსთვის და მუზებისთვის არ უფურთხებია და არავისთვის და ხა რატო აფურთხებდა მაგათ არა მოკლედ არ ვჯერა ეგეთი რაღაცეების მარიამს ხალხმა იმდენად ცუდ რაღაცებს იწერებიან და ამბობენ რომ მე ყველაფერს ვერ ვიჯერებ სიმართლე გითხრათ თან აქ დავალაგებ თან გეჭორავებით არ ჯერა ხალხო იმიტომ რომ აი მარიამი არის ერთ-ერთი მონაწილე მე მგონი რომელზეც აი ყოველთვის ძალიან ბევრ საშინელებებს ამბობენ ეს ხელსახოცებია რომელიც ძალიან მიყვარს ფუნჯებისთვის ნახეთ როგორია ეს შა ყოველთვის ყველაზე ცუდ ჭორებს ამბობენ ხოლმე მარიამზე ხალხო ანუ მარიამი არის ადამიანი რომელზეც რა ვიცი იმადენი საშინელება ითქვა თუ რაღაცა მაგის ნახევრის ნახევარი არ არის მართალი თან ფუნჯებს წმინდა რა თქმა უნდა ხალხო მე ვიყავი მარიამის გულშემატკივარი და მარიამი რო გავარდა რა თქმა უნდა მეწყინებოდა და ეხლა რა შეხება იმას რომ მარიამი მივარდა და ვიღაც აუ არა ხალხო ეგ მე რა ვიცი ვერ დავიჯერებ არ მჯერა მარიამი არის ძალიან კეთილი ადამიანი ახლა ეს ფუნჯები უნდა გავწმინდო ხალხო ვიღაცას შევპირდი ჩემი გლოსები უნდა გაჩვენო თქო და ვინ შევპირდი აღარ მახსოვს ნახეთ რამდენი ფუნჯები მაქვს ეს არის ყველაზე ბუთქუჩა ფასასი ფუნჯი მე ნუ რა თქმა უნდა ამ ყველას ვერ ხმარობ იმიტომ რომ ჯერ ერთი ყოველმე არ ვარ მეიკაპ არტისტი და მეორეც ყოველდღიურად ამათი გამოყენება და ამათი წმენდა და ამათი მეორე გოგონი მეორე ტელეფონი მაქვს ჩვენ კითხია აბა მეორე ტელეფონი მაქვს ხონდ მუსიკების შესართავად ვიყენებ ხოლმე და მოვიტანა აბა ასეთი პაწუკა ფუნჯებიც მაქვს
მეორე ტელეფონით ნახე. ისა, შენ რაც დაწერე, თუ გიდა ჩამიგდე და უფრო მარტივად ვნახავ. ასე რომ სტიფუნჯი მაქვს კიდე. ძალიან მეზარება ხოლმე დავაგება. მოკლედ, მაკიაჟის გაკეთება, იმიტომ მეზარება კიდე რომ მე უნდა ადგე მთელი ეს სისხლი და დაალაგო და ფუნჯებსაც უნდა მიხედო და ასე რომ ამდენი რაღაცის დაალაგების თავი არ მაქვს ხოლმე. ხე ყველაფერი 120 ფუნჯი გამოვიყენე და მეგობრებო დაგაფოლოვებთ, აბა რას ვიზამ, იმიტომ რომ კაი რაღაცებს მიგზავნით ხოლმე. აი საინტერესო რაღაცები უნდა გამომიგზავნოთ ხო მე. ოღონდ ესეთი ცუდი ჭორები აღარ დაწეროთ, რომ მარიამმა ესქნა, მარიამ ისქნა. ნახევარზე მეტი არ არის ხოლმე სიმართლე და მარიამი ხალხო არ არის ეგ ადამიანი, რომ ვიღაცას უმიზეზოდ დაეტაკოს და ასე შემდეგ. არ ვიცი, თუ ვინმემ შეურაცხყოფა მიაყენა, პასუხს გასცემდა. ანუ მარიამი არ არის, რომ გაჩუნდეს და პასუხი არ გასცეს ვინმეს, ანუ ეგ ტიპაჟი არ არის. მაგრამ ის რომ ვიღაცას დაეტაკოს უმიზეზოდ და გალანწოს, ეგრე არ ხდება ხოლმე, ოღონდ მართლა. ვაიმე ბასასი მოვიდა ხალხო. ვაიმე ბასასი მოვიდა, ხა ბასასი უნდა განახოთ. არ არსებული. შე ბასასი განახოთ. მოდი. ხალხო ბასასი მე რასაყვარელია შეხედეთ. ეს არის ბასასი, რომელსაც ახლავდა დაჩო თქვა. ხალხო მართლა ძალიან საყვარელი ხავდა. აი აღსად დავდო ეს ტელეფონი ისე რომ ასეთი დაგანახოთ. აი ხალხო ვაში და ჩუ თქვა უნდა ახლა ამას რა თქმა უნდა ესეთი. ხო და შესაბამისად ხალხო ცუდი რაღაცები ძალიან გთხოვთ არ დამიწეროთ მარიამზე. მეიკაპი გავიკეთე და იმიტომ მათიკა ძალიან დიდი მადლობა. ამდეს კომფორტულად დავჯდეთ ახლა მე და ბასას. ჩაგდი დიდი ენა მე ენა ვერ ჩაიგდო. ხო ხაბარა მაკიაჟები ხო იცით რო გვიხდება ძალიან. ესე შევყევი მაკიაჟის კეთებას ბასასი დავჭა დასაჩოთქი ხალხო მოვარდა დამჩოთქეო იმიტომ რომ ვერ დაიჩოთქა თავის დროზე.
ვაიმე ჩაიგდიდი დუინო ნახეთ რა საყვარელია ხალხი ეხლა ეს არ არის საყვარელზე საყვარელი მე გასვლას ვაპირებ და იმიტომ გავიკეთე სახლისთვის არ გავიკეთებდი აი სხვა ხალხო საყვარელი თუ ვეჩვენება აიმე რა საყვარელია ხალხო ჯანდედაშია აიმე ტოკუნებია დაკასვლა პარკებოდი და ვეხალისებოდა ხო მეც ვეხალისება მაგრამ მე თვები მაგ ხოლმე გასაკეთებელი ვაკეჟს გაიკეთებ მე თვები გასაკეთებელი თვებს გაიკეთებ მე ვაკეჟი გასაკეთებელი და ესე საშველი არ არის თიკა არ ვიცი შენ იყავი თუ არა შემოსული მაგრამ მე მქონდა ესეთი იდეა კი არა და მოკლედ ეს იდეა რომ გავაჟღერე თიკა შენ არ ვიცი სად იყავი მაგ დროს ესე იგი ქართული მეიქაპ არტისტები რომლებიც ასევე არიან ძალიან კარგები და ძალიან ნიჭიერები ძირითადად ვიდეოებს დაებენ იმიტომ რომ რაღაცა პროდუქტები გაარეკლამონ და უცხოელი მეიქაპ არტისტები უფრო მეტ რაღაცებს გვასწავლიან არის თუ არა ესე ანუ ტექნიკებს რაღაცების წასმის მეთოდებს და შოთ ახალი ტრენდები რო შემოდის ახლა ეს ჰეილი ბიბერი და ეგენი ხო ტრენდ სეტერები არიან ტრენდებს ნერგავენ და ასე შემდეგ და მაგათი ვიზაჟისტები ხა ყველა ხო ვიცით დაფოლოებული მყავს ინსტაგრამზე და ასე შემდეგ და ახლა ტიკტოკზე ცოტა სხვა კომიუნიტი მყავს აქეთ ინსტაგრამზე მყავს მოკლედ ეს ძალიან კარგი მეიქაპ არტისტების ჰუგო და ვიღაცები კიდე ეს აზიელი ბიჭი რო არის ძალიან მაგარია ეგეც ჯეიმს ჩარლი კი ჯეიმს ჩარლი ძალიან საყვარელი ჯეიმს ჩარლი ერთი 10 წლის წინ რა პატარა იყო ხალხო და როგორი ნიჭიერი თავიდანვე ნუ მოკლედ რას ვამბობდი რა და ეს უცხოელი მეიქაპ არტისტები ტუტორიალებს როდება ხომ აი მართლა რეალურად ხალხო გვასწავლიან ანუ გეგონება რაღაცა მეიქაპ არტის გაიარეო რა კურსი ან სკოლაო ჯეიმს ჩარლი ძალიან მაგარია ჯეფრი სტარიც თიკა ჯეფრი სტარი არ მოგწონს ადრე იყო ძალიან თქვენ მარიამის ვინ ხართ გულშემატკივარი ხო და მაგას ვამბობდი მოკლედ მეგობრებო ესეთი ის მაქვს რა ქვია მე აზრი და არ ვიცი თქვენ თუ სხვანაირად ფიქრობთ მითხარით უცხოელ მეიქაპ არტისტები რა თქმა უნდა ხა რეკლამაა რომ ანდიციან აქ ჩვენთან 100 წელი ვერ გვეცოდინება მაგ ხელა ფული აქ არ ტრიალებს თავისთავად ამ ხელა ბაზარი ჩვენ არ გვაქვს ყველაფერს აქვს მნიშვნელობა და everything matters მაგრამ უცხოელი მეიქაპ არტისტები ხალხო მართლა ვიდეო გაკვეთილებს რო დებენ და რაღაც ვიდეოებს რო დებენ მართლა რაღაცებს გვასწავლიან და ქართული მეიქაპ არტისტები ძირითადად გამოშლიან ხოლმე აი ამ ძალიან ბევრი პროდუქტები რო აქვთ აქციის ფარგლებში და რაღაცების გამო რო უგზავნიან რაღაც რომელიღაცა კომპანიები GPC PSP და ასე შემდეგ და კარგია ცუდია ყველაფერზე გეუბნებიან კარგია ხო ძალიან ბევრი პროდუქტი ისე აქ ეს რო ზუსტად რო ვიცი რომ ის პროდუქტი არ ვარგა და რა თქმა უნდა იმიტომ გაუგზავნეს ინფლუენსერებს ამ კომპანიებმა რომ ჩაწოლილი ასე ვთქვათ საქონელი ამოყიდონ ფასდაკლებებზეც რო არ იყიდება და ჩამოურიგებენ ხოლმე ამ ქართულ ინფლუენსერებს და ეს ქართულ ვაიმე ხახრო ეს ნახეთ რა კარგია და ეს პუდრი ყველაზე კარგია და ამ დროს ის პუდრი არ იყიდება იმიტომ რომ არ ვარგა და შესაბამისად გამოდის რომ მხოლოდ რაღაცა
გარკვეული სახის ბრენდებს და პროდუქტებს არ ეკლავებენ. დანარჩენი მე ქართველი ინფლუენსერებისგან არაფერი ისეთი არ მინახე, რა თქმა უნდა, გამონაკლისებიც არის, გადაუყრელო ხომ მაგალითად თინა შალიკაშვილი არის, რომელიც რაღაცებს გვასწავლის ხოლმე, მაგრამ მაგასაც ძალიან ბევრი რეკლამები აქვს. ჩიკა, ქალობა, ეგ, რა ეგ? მხოლოდ ტუჩის კონტურს, ტუშს, ლაინერს და კონსილერს ვიყენებ. ნახე სულ რომ 3-4 პროდუქტს ყიდულ ისა იყენებდე. ხო, შესაბამისად, ანუ მაგ 3-4 პროდუქტზეც რაღაცები ხო უნდა ნახო, რომელი ვარგა, ანუ ყველაფერს ხო ვერ თან ფერები შეიძლება გიდოდეს ხოლმე სხვადასხვა და ასე შემდეგ. ჰაილაითერი უნდა დამეწერა. ჰაილაითერს ხალხთა ვერ ხო ძალიან მომწონს ჰაილაითერი, მაგრამ ჰაილაითერს ვერ ხوارობ, იმიტომ რომ ძალიან ვუპარიალებ ხოლმე მერე და მერე რა ხდება? დავუშვათ წავისვევ კარგად არის და მერე დავუშვათ 1-2 საათის მერე სადღაც რო ვარ, ისე საშინლად შეიძლება ავუპრიალდე დავუშვათ სიცივიდან თუ შევედი სითბოში, მერე ვიწყებ ხოლმე საშინელ პრიალს. თელე შუქები რა თქმა უნდა მე მიჭყავს, მე ფოტოებში არ გამოვდივარ ხოლმე კარგი. კოპალაძე ორჯერ ჩაკარით, ვალი თუ მარიამი და ჯავახა გიყვარს. მიყვარს. წეღან ვანათებდი ხო, იმიტომ რომ ის იყო მზები რტყავდა. ხო, მეგობრებო, ჩავიყარეთ თქვენი საყვარელი მეიქაპ არტისტები, სასურველია ქართველი. იმიტომ რომ უცხოები ყველა ვიცი თითქმის ასე თუ ისე. ძალიან დიდი მადლობა, თვალებს იმაშვები ხოლმე, ყველაზე მეტად მიყვარს ხოლმე. ყველაზე რთული რაც არის, მე მაგალითად თუ პროფესიონალი მეიქაპ არტისტი არ მიკეთებს მაკიაჟს, ის მაკიაჟი არ მიხდება, იმიტომ რომ რაღაცნაირად რთული თვალის ჭრილი მაქვს. მაგალითად რუსთავიორის მეიქაპ არტისტები, რომლებიც რა ვიცი, რამდენი წელია ტელეწამყვანებს, რა ვიცი, ყველას უკეთება ხოლმე მეიქაპებს. მაგანაც კი ძალიან მაგარი გოგო არის ერთი, ვინც მე მიკეთებდა ხოლმე ლაივების დროს და ფართების დროს. მაგანაც ანუ ერთხელ რო წამისვა ძალიან ცუდად გამოვიდა და მოვიშორე და მეორედ წამისვა უფრო კარგად, იმიტომ რომ ხელი გაწაფული როგორიც აქვს და ყველას როგორც უკეთებს, ესე ვიკეთებდა და მეთქი ახლა ეგრე ჩემთან არ გამოვა, მე ცოტა სხვანაირი თვალის ჭრილი მაქვს თქო და მე გავიკეთა სხვანაირად. გუში რა მიმოხდა რა მიმოხდა ლაივში, რა მიმოხდა ლაივზე, გუში რა მიმოხდა ლაივზე, გუში რა მიმოხდა ლაივზე.